მაგრამ ჩერნებაზე არ არის. მაცივარი ანუ როგორც მაცივარი ისე სარეცხი მანქანა ამ თემებს ადამიანებს ზედაპირულად უყურებთ. მეც ახლა რომ ვუღრმავდები ნელ-ნელა ვგებულობ. აი მაცივარი ავიღოთ და ავიღოთ სარეცხი მანქანა. სარეცხი მანქანა რამ უნდა დაატრიალოს? შენ თუ ნახე აი გამახსენდა სხვათა შორის. ის რო არის გახსოვთ ხორცის ძველებური ის რო არის ხორცის გასატარებელი მანქანა რა 90-იანებში ხორცის მაშინკაო რა ესე რომ დადგავ და ატრიალებ აი ხა კარგად დაუკვირდით რას ვიძახი ხორცის გასატარებელი ხელის მანქანა 90-იანების ნახევრად ალუმინი თუ თუჯია თუ რაღაცა რო იყო ეხა წარმოიდგინე შენ ამას ატრიალებ ხელით იქ სარეცხი მანქანაში ხო იქაც იგივე ბრუნავს ეს ბრუნი იგივე არის ულტიმატ ჩოფერი როგორ ქვია აი ეს ბლენდერები რაღაცეები ეს მოიფუსა აი უყურე ერთი წუთი გიხსნი სრედსტო ანუ რუსულად სრედსტო ეს არის საშუალება ანუ შენი საშუალებით შენი ხელის დატრიალების საშუალებით შენ ხორცის მანქანაში ატრიალებ და ატარებ ხორცს. ეხა წარმოიდგინე, გაუშვი ხელი, უბრალოდ ცივი გონებით დაფიქრდი. შენ იქ მეგატექნიკაში და იმაში რა ტექნიკა იყიდე, იმაზე კი არ არის ლაპარაკი, დაფიქრდი. აი ნიგოზე გაატარე სიტყვაზე, ეხა უყურე, დაფიქრდი. ხელები გაუშვი და დაფიქრდი. სამყაროში რა ტექნოლოგია შეიძლება არსებობდეს, რამაც ეს ხორცის მაშინკა თავისით შეიძლება რომ დაატრიალოს. ასეთი რამე დედამიწაზე არ არსებობს, ეს არის მაგია. ეს არის სუფთა სისხლის მაგია. აი ასე უნდა შეხედო. ანუ, ნახე, მაშინ კაბელში ზოგადად ახლა ხო, შემდგომი ვიდეო მექნება ენერგია არ არსებობს. რას ნიშნავს, რომ ენერგია არ არსებობს? ელექტროენერგია რო არ არსებობს, მაგაზეც მექნება. როგორ შეიძლება, ნახე, კაბელში გამოვიდეს ელექტროენერგია არ არსებობს. კაბელში რაც გადის ეს არის იმიტაცია. ნახე უყურე. იმაში რა ქვია მაგას. დენის კაბელში გამოდის ვითომ დენი. რაც გეღადები უყურე, ვითომ გამოივლის დენი, შედის მატორში. იქ რაღაცა მაგნიტები და სისულელეები, რაც ჩვეულებრივი ის არის რა ქვია, დეკორაცია, ანუ ეს არის სკინია, მატრიცული სკინია რა და აი შედის ეს დენი თითქოს და ეს დენი აი არ არსებობს ან ფიზიკაზე აი ფიზიკა ოფიციალური ოფიციალ და ელექტროძრავია ვერ უნდა მუშაობდეს ელექტროძრავი არ არსებობს ელექტროძრავი აი რა არის ელექტროძრავი დისტანციონი ელემენტი შეხედეთ დისტანციონი ელემენტი რო არის ბოდიში დისტანციონი პულტიანი მანქანები რო არის აი პულტიან მანქანებში შეხედე რო ამოიღებ პატარა მატორს. ანუ რაღაცა მაგნიტია, მავთული არის დახვეული ზევიდან, შედის ჯერ ისე დენი, ან კიდევ ელემენტიდან დენი. ელემენტსაც არ შეუძლია რომ შეინახოს ელემენტიც სკინია, ეს არის სკინი, ჩვეულებრივი სკინი, აი თამაშის ტერმინით ზუსტად მიესადეგება, ეს არის სკინი რომელიც არის აი ამისი ტრიალი მატრიცის ესა რა ქვია მოტორის ტრიალი აი თუნდაც დისტანციონი მანქანის მოტორის ტრიალი სულ პატარიდან რო დაიწყო ეს არის იმიტაცია როგორ შეიძლება ელემენტიდან გამოვიდეს შნურით ენერგია და ეს თავისით დატრიალებს ანუ თავისით ტრიალებს რა ანუ და ესე ტრიალებს თავისით ესეც დენის გამოვლა იმიტაცია არანაირი ენერგია არ არსებობს უბრალოდ ეს არის ტექნიკური მხარდაჭერას ახორციელებს შენ სარეცხ მანქანას როცა აერთებ და იქ რეჟიმს უთითებ ჩვეულებრივ მატრიცული ის არის პროგრამა რა ალგორითმი და ითვება სარეცხი მანქანა რანაირად შეიძლება სარეცხის მანქანა ტრიალებდეს თავშით რაღაცა ფრეონი გამოიგონეს რაღაცა სისულელე ფრეონი 1000 ბოდვას იგონებენ და მაცივარს აღებ და შიგნით ხდება გაყინული წყალი გაყინული და ცივად არის შეუძლებელია ბუნებაში რაიმემ თავისით ესე ხელოვნურად და მაგაზე მაცივარზე ნათარგმნი მაქვს
ვიდეო მედო თუ არა მეგონი დავდე პატარა არ მახსოვს მაგრამ მაცივარი ელექტროენერგია იქნება ხო მე კოღოებზე უნდა ვთქვა კოღოები ფაქტია რომ ჩდებიან არსაიდან ზაფხულს აი ანალოგიური მაგათად ისინი ფაროსანები ჩდებიან ოღონდ მანდ როგორ არის D1 D2 D1 D2 D3 დედამიწის ვერსიებში სხვადასხვანაირად არის ანუ ეს რეალობები ერთდროულად მუშაობს რა ერთდროულად მუშაობს მაგალითად ფაროსანა თქვა სიტყვაზე რო თქვა ალბათ D1 დედამიწის შემთხვევაში ფაროსანას უშვებიან ხიმთრეილერებიდან აუ ხიმთრეილერებზე მაგ დასადები ვიდეო რაღაცა სკრინები ვნახე და იმას მადლობა მაიკო და ესე იგი ხიმთრეილერებზე დავდებ ხვალ ეგ სკრინები ვნახე რაღაც ხო რას აფრქვენ მოგეთ D1 დედამიწის შემთხვევაში ხიმთრეილერებიდან უშვებენ ფაროსანას D2 დედამიწის შემთხვევაში ანუ უბრალოდ D1-ის შემთხვევაში ოფიციალურ ვერსიას ვტოვებთ D2-ის შემთხვევაში ხიმთრეილერებიდან უშვებენ და D3 ვერსიის შემთხვევაში უკვე ეს არის მატრიცული მაგია ანუ ფაროსანა კოღოები სეზონურად არსაიდან რაც უბრალოდ იხატება სიმულაციაში ჩნდებიან ანუ გამრავლების ფუნქციები მაგათ არ გააჩნიათ უბრალოდ რა თქმა უნდა დისკავერი რო წავა ამ კოღოების გადასაღებად იმას გადაიღებენ და გაჩვენებენ როგორ მრავლდებიან და ასე შემდგომ TikTok-ი ნახე რას ნიშნავს მაგათად TikTok-ი არსებობს თუ არ არსებობს TikTok-ი მე მაგათად რომ ვთქვა რომ TikTok-ი არ არსებობს რას ნიშნავს ეს TikTok-ი არ არსებობს ნიშნავს იმას რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი განყოფილება ანუ ერთ-ერთი განხრა არის პროგრამული განხრა მეორე განხრა არის სხვა აპლიკაცია სხვა სოციალური ქსელები და ესე შემდეგ რა Instagram-ი და ისინი მანქანები ჩდება გზაზე არსაიდან და კოღობის უკვირსო რა ხო მოგეთ ეს რეალობები არის რამდენიმე ვარიანტი ეგრე რა შობიარობაზე ორი ვიდეო მიდევს ანუ სრულიად უბრალოდ აი ამიტომ ეს D1 იქიდან გამომდინარე რაღაცა სიწმინდეებთან დაკავშირებით იქ რელიგიასთან დაკავშირებით რაღაცა თემებს უბრალოდ ტაბუ დადებულ თემებს ვერ ვეხებით ამიტომ D1 დედამიწის ვერსიაში ესე ვთქვათ მულტივერსი რო დავარქვათ ვტოვებთ იმას რა ქვია ოფიციალურ ვერსიას როგორც არის და ამიტომ D2 ვერსიის შემთხვევაში და D3 ვერსიის შემთხვევაში ესეა რომ ანუ ვერსიებში უკვე მშობიარობა და ბიოლოგიური პროცესები ორსულობის დროს სრულიად გამორიცხულია აი რო დეტალებში რო ჩაუკვირდი ადამიანი იმდენად აბსოლუტურად გამორიცხულია რომ ენგურჰესი რა შეეხება ენგურჰესი ნახეთ არა და ხა ენგურჰესი ეხლა ჩვენებმა ანუ საკომუნისტებმა ააშენეს მაგრამ ზოგიერთი ჰესი ძველი დიდი ჰესები რომლებიც არის წინა ცივილიზაციაში აშენდა და დახვდა ხალხს რა უკვე აი ყველაზე კარგი კითხვა რა განაპირობებს მე მაინტერესებს ეგ რა განაპირობებს იმას რომ ზოგი არ ურსულდება აი მე გეტყვი დაახლოებით ზომბი აპოკალიფსი იქნება დაახლოებით ვისაც არ მოგწონთ მოусმენთ ნახე როგორ რამეა დაახლოებით რა განაპირობებს აბა იმას ზოგი რო არ ორსულდება ანუ ზოგი რო არ ორსულდება სალამი თამარ ზოგი რო არ ორსულდება ეგ გავს დაახლოებით იმას ხალხს რო გარკვეული აი სიმსივნეები და რაღაცები ემართებათ ჩემი პირადი აზრით ეგ არის ენერგეტიკულ დონეზე რამდენჯერმე მე მოვყევი ეგ პლუს უბრალოდ განსხვავება იმაშია მანდ რომ ეგ ენერგეტიკულ დონეზე ხდება ანუ ვიღაცას პროგრამაში შეიძლება გაწერილი კონდეს ესე რომ ვთქვათ გაწერილი ბედი არა აი ანუ დედობა გაწერილი კონდეს ვიღაცას არ კონდეს გაწერილი დედობა აი ესე რომ ვთქვათ აი მაგათად ქალის მეტაფიზიკის ვერსიაში არის ეგეთი ნათქვამი რომ ყველა არ არის ცოლი ანუ შეიძლება ადამიანი გათხოვდეს მაგრამ არ იყოს ცოლი ხო ცოლს დაუძახებ მაგრამ ცოლი სხვა რამეა ანუ მეუღლე და ცოლი არის სხვა რამე დღეს ძალიან ბევრი თხოვდება მაგრამ მეუღლე და ცოლები არ არიან ხვდები ჩვენ ქალებს კი არ ვებრძვით ანუ
ასევე არ არიან სხვათა შორის ძალიან ბევრი კაცებიც, ქმრები, ანუ ანალოგიურ შეიძლება ითქვას. ანუ თავის ერთია რომ თავის ფუნქციას არ ასრულებს და მეორეა კიდე რომ ანუ ქმარი არ არის რა, ანუ პროსტა ანუ დევს შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ იდოს და ესე პროსტა შეიძლება იდოს ცოლიც, ანუ არ იყოს ქმარი, ან არ იყოს ცოლი, მაგრამ აქცენტი აქ არის ცოლზე. ანალოგიურად, ხო და მანდ არის ეგრე რომ არ ვიცით ჩვენ მიღმიერი სამყარო და ნახე ჩვენი სამყარო რამდენ დონიანია არ ვიცით. ოღონდ რეინკარნაციაზე არ არის საუბარი. შესაძლებელია რაღაცა განზომილებრივი დონეები არსებობდეს, რაც ინდურ ეპოსებში არის, ინდურ ძველ მითოლოგიებში არის ეგრე აღწერილი. შესაძლებელია იყოს ეგრე და ყველა დონეზე გადასვლის დროს ადამიანს ავიწყებდნენ ვინ არის სინამდვილეში ის. პლუს შეიძლება ადამიანი როგორც მისტერ ნოუბადიში რო არის ფილმში, ადამიანს შეიძლება წინასწარ ადამიანი თვითონ არჩევდეს წინასწარ ვინ იქნება მისი მშობელი და დაბადების მომენტში ივიწყებდეს. აშკარად სხვა სამყაროდან ხდება შემოსვლა რა. სხვა სამყაროდან ხდება შემოსვლა და მათ რამდენიმე ვარიანტად უნდა განიხილო. ანუ როდესაც ქალის ესე ვთქვათ საშოდან იბადება ბავშვი, ერთ ვარიანტში ეს რენდერი ხდება, ანუ დარენდერება ხდება, ანუ როგორ ვთქვა? დაიპრინტერება, ან პრინტერდება, უბრალოდ ხო? პრინტერდება ჩვენს რეალობაში, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს რეალობაში პრინტერდება ბავშვი, ეს ერთი, მეორე პირველ ვარიანტში, ესე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია, მეორე ვარიანტში პრინტერდება და მესამე ვარიანტში უნდა ვთქვათ ესე, D3 დედამიწის შემთხვევაში, რომ აი გვირაბის ბოლოს რო ნათელია, აი ეგ არის გვირაბის ბოლო არის საშოს ყელი, რომელიც იხსნება, ანუ გვირაბის ბოლოა, ანუ და ეს არის საშოს ყელის შიგნიდან არის პორტალი, რომ სხვა სამყაროდან შემოდის ადამიანი ამ სამყაროში რა. ქსეროქსდა ხო? შენ რასაც საუბრობ, მაგის მტკიცებულება გააქვს, ხო? მაგის მტკიცებულება მე რანაირად უნდა მქონდეს. ეს მტკიცებულებები ყველას გონებაში თავისებურად აისახება. ჩემთვის შეიძლება რაღაცა იყოს მტკიცებულება, შენთვის შეიძლება სხვა რამე იყოს მტკიცებულება. არა, განზომილებებთან პროპანტერები არ შუაში არ არის. რა არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი სიმართლეაო. ანუ ნათელი მტკიცებულება ის არის, ჩვენ არ ვიცით, აი ზოგადად გაყალბებული ისტორიიდან იწყება ეგ ყველაფერი რა. მადლობა დონაციებისთვის. გაყალბებული ისტორია ხახნა, როგორ თემა არის, იცით? გაყალბებული ისტორია, ეხლა გეტყვით მოიცა. კაი განათლება ჩავთვლით წამით. განათებას მოუმატე. ეხლა ნახეთ როგორ არის. რაო, ერთი წამი. რაც შეეხება კაცის სპერმას ვიკვლევ 2 წელიწადია. თუ კი რაიმე ინფორმაცია არ მატრიცულ საკითხებში და ბიოლოგიურ საკითხებშიც ბევრი მასალა არ დამიგროვდა, მაგრამ საინტერესო მაქვს რაც მაქვს. და YouTube-ზე იქნება მომავალში რაღაცა 1-2 გვერდი დამრჩა დასამატებელი რა. რაღაცა ახალს ველოდები და იმაზე ვისაუბრებ YouTube-ზე გამომიწერეთ. ანუ D1 დედამიწის შემთხვევაში უნდა დავტოვოთ ოფიციალური ვერსია და იქ მე უკვე უბრალოდ სხვა ვერსიები განვიხილოთ, რომ რა თქმა უნდა სპერმით არ ხდება განაყოფიერება. ხო, საერთოდ ცაზე რა ხდება კაცმარცის მთვარე და მზე და მთელი ამბები. ანუ გაყალბებული ისტორიის თემაა რა. გაყალბებული ისტორიის თემა არის ძალიან მაგარი რამე, ბევრ რამეს ხდის ნათელს რა. აზრიანი შეკითხვები დასვით ხალხმა. კი, ეს მატრიცული ის არის, ეგ არის მატრიცული, რა ერქვია, მატრიცული გლიჩი კი არა. აუ დამავიწყდა მატრიცული, რა ქვია გამახსენეთ ხალხმა. აუ მატრიცული რა ერქვა. რა მოჭრა ძიშვი შოვეს ნიღაბი. აუ მატრიცული რა ერქვა იმას.
ფუ დამოწდა ხარვეზი არა რაღაცა ტერმინი არის ალვასტიკერებისთვის ხო არა ხელოვნური განაყოფიერები რაღაცები მაგ თემებს მე ну ნაწილობრივი იმიტაცია უნდა თქვა ნაწილობრივი ბევრი რამე ანუ ზოგადად ბოლომდე ჩვენ მაგას ვერ ავხსნით რა ეგ არის აუხსნელი რამე მაგრამ მათ ბევრი ანუ როგორ რამეც ყველაფერს დეტალებში დაჟე საჯაროდ არც ვიჭყვი რა იმიტომ რომ ბევრი შეკითხვა არის რა მათ ბიოლოგიურ პროცესებზე საუბარი ზედმეტია ეს მე ეხლა დავდე ვიდეო მიკროსამყარო რომ არ არსებობს რატომ უნდა არსებობდეს მიკროსამყარო გაუგებარია მიკროსამყარო რო არსებობდეს მაშინ ამას უნდა მართავდეს აი რას ვიცით რომ ყველა ვარიანტში საიდანაც არ უნდა მიუდგე ოფიციალური ვერსიები მეცნიერების ოფიციალური ვერსიები არის სრულიად აბსურდი განსაკუთრებით ბიოლოგიის და ანატომიის იმიტომ რომ ანუ უჯრედი ნახე უჯრედები აი ხა მაგათად ერთ-ერთ ვიდეოში ხა ეფრემოვს როედო გაცხიმიანება აი ყველაზე საინტერესო რამაა როდესაც ჩვენ წონაში ადამიანი იმატებ ეხა გენეტიკურად არის რომ ზოგს ძუძუები უდიდდება ზოგს მუცელი აქვს უფრო მეტი ზოგს თეძოები მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ხდება პროპორციულად ანუ ცხიმი ადამიანში გროვდება პროპორციულად ანუ დახურულ ორგანიზმი არის დახურული სივრცე წარმოიდგინე ორგანიზმი არის დახურული სივრცე ესე ვთქვათ უჯრედებს თვალები არ გააჩნიათ ან ჩვენ ენაზე რო ვთქვათ ანუ იქ ესე იგი ნახე ყველა ვარიანტში უჯრედებმა თუნდაც ამ სისხლმა და ლეიკოციტებმა საშენი მასალა რო გადაიტანონ გადმოიტანონ იქ ცხიმი დააგროვონ და ასე შემდგომ ვინ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ამას უნდა აკონტროლებდეს ხელოვნური ინტელექტი ანუ წარმოიდგინეთ ელემენტარულად სატრანსპორტო კომპანია თბილისში რო ავიღოთ ხო ანუ სისხლძარღვთა სისტემა ეს არის სატრანსპორტო კომპანია ბოდიში სატრანსპორტო სისტემა ანუ ორგანიზმის სატრანსპორტო სისტემა თუ არ არის გამართული იქმნება საცობი და ამ შემთხვევაში ადამიანი კვდება არის ინსულტი აი ზუსტად ინსულტის მდგომარეობაში არის ხა თბილისი მაგალითად რო ანუ საცობებია იმიტომ რომ სატრანსპორტო სისტემას გამართვა დაიწყო სიტყვაზე მერიამ და სატრანსპორტო სისტემა კარგად მუშაობს უკეთესად მუშაობს მაგრამ კიდევ არის ხარვეზები მაგრამ ეხლა მაგალითად მაგალ ქალაქი ვერ იტევს ამდენ ხალხს ეხლა ნახეთ რაშია საქმე რამდენი ხალხი მუშაობს იმაზე რომ სატრანსპორტო სისტემა ფუნქციონირებდეს ანუ დილაზე დგება მძღოლი მიდის რაღაცა ნომერზე ანუ ყველა მიცის რა ნომერზე როდის მუშაობს ეს არის მთელი სქემები ალგორითმები პროგრამები ანუ ყველა უჯრედმა უნდა იცოდეს სად როგორ იმოძრაოს და ამისი თვითონ გადაწყვეტა თითოეულ უჯრედს არ შეუძლია ანუ ნახე რა ხდება აქ არის ორი ვარიანტი პირველ ვარიანტში D1 დედამიწის შემთხვევაში ბიოლოგიურ პროცესებს როდესაც ჩვენ დავტოვებთ ოფიციალურ ვერსიას როგორც არის მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ რომ სინამდვილეში ანუ აი ამ ორგანიზმის ბიოლოგიურ ფუნქციონირებას აკონტროლებს სულიწმინდის მადლი ანუ ღმერთი სხვანაირად გამორიცხულია და აი აქ სულიწმინდის მადლი ანუ სულიწმინდის პროგრამა კონკრეტულად პროგრამა როგორც სულიწმინდა რა ანუ რომელიც განფენილია რომელიც თელ სამყაროს აფუნქციონირებს ანუ მატერიალური რეალობის ფუნქციონირებას სჭირდება მატორი ანუ ძრავი ეს ძრავი უნდა იყოს ერთ-ერთი ჰიპოსტასი ღმერთის რა ამ შემთხვევაში გამოდის სულიწმინდა იმიტომ რომ ანუ ლოცვებშიც ეგრეა მოხსენიებული ანუ როგორც საღვთო ხელოვნური ინტელექტი ანუ თუ ამ საღვთო ხელოვნურმა ინტელექტმა არ დაარეგულირა ანუ პროგრამაში არ გააკონტროლა ამ უჯრედების გადაადგილება სხვანაირად შეუძლებელია ბიოლოგიური პროცესები ანუ ოფიციალური მეცნიერება რასაც ამბობს რომ ბიოლოგიური პროცესები ეს არის დამოუკიდებელი თან ჯერ დამოუკიდებელი სისტემა და მეორე პლუს ევოლუციის გზით წარმოქმნილი ეს არის პირდაპირ ნიშნულობით სატანიზმი დებილობა და სატანიზმი რა მართლა ვისაც ჯერა რომ 300,000 კაცი მიდიოდა სალაშქროდ იმათ ტვიში ჩამახედაო აი ხა მაგალითად ნახე ჩვენ თქვით რომ ალექსანდრე მაკედონელი არ არსებობდა მაგრამ მანდ ხა ჩვენ გაყალბებულ ისტორიაში YouTube-ზე ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო შემდგომი წლები ვისაუბრებ ბევრ
ბევრ რაღაცას ვიტყვი და ბევრ რაღაცას მოყვები. მაგალითად ალექსანდრე მაკედონელის არსებობაზე ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ ბიბლიაში ესე იგი მასთან დაკავშირებული ისტორიებთან მაკაბელთა წიგნებში არის ნახსენები, ხვდები? მაშინ ჩვენ აქ შევდივართ ჩიხში. მაშინ გამოდის რომ თუ კი მსგავსი ტიპის ჯარების გადაადგილებები რაიმენაირად მაინც ხორციელდებოდა, ესე იგი ისტორიას რაღაცა დეტალები აკლია. იმიტომ რომ ესე მშრალად რაც არის ისტორიაში მოცემული, აი როგორც არის ოფიციალურად ისტორიაში მოცემული, მონარქის, ანუ ზოგადად მონარქიული სისტემა, ბატონყმური სისტემა გამორიცხულია, მაგრამ მონარქები რადგან წმინდანები ყავდა, ჩვენ ვერ უარყოფთ. მაგრამ მონარქიული სისტემის ფუნქციონირება კომუნიკაციისა და ტრანსპორტის გარეშე, ანუ შეუძლებელია. შენ თუ ეროვნული ბანკი არ აგაქვს, შენ თუ აყოლა ტექნოლოგიები, ცივილიზაციას შენ ვერ შექმნი თოხით და ბარით. ანუ გამორიცხულია და რაღაცა გაღუნული ხმლით. ანუ ცივილიზაცია, ანუ სახელმწიფოებრიობა ვერ იფუნქციონირებს. ჩვენ ეს თემა უნდა დავძრათ და კი არ იმას კი არ რომ გავანადგუროთ ისტორია, არა. ისტორიიდან ამოვქაჩოთ უფრო საინტერესო დეტალები. რა შეიძლება იყოს რეალური. ეხლა რატო არის საკითხი, ხახე? ეხლა ამას ავდგები და საინტერესო ის გამოდის და იქ დავდებ YouTube-ზე დავდებ რა. აი ხა დღეს უსმენდი, ნახეთ. მე მაინტერესებდა ხო უბრალოდ დეტალებში არ ვიცოდი კარგად. ძველი გემები. ძველი გემები რო იყო იმის მეკორბრეობის დროს და საუკუნეების წინანდელ, ანუ ხის გემები. მოკლედ მაგას უსმენდი გაყალბებულ ისტორიაზე და ამბობე, ანუ იქ იყო ნათქვამი რომ ანუ ოფიციალური ისტორიის მიხედვით რა როგორც იყო იქ ეკონომიკური საკითხები და პოლიტიკური საკითხები. მაშინ სრულიად შეუძლებელი იყო ჯერ აეშენებინათ ეს ხის გემები. ჯერ აეშენებინათ, მერე რომც აეშენებინათ ამ ხის გემების ფუნქციონირება სრულიად გამორიცხულია ზღვაზე. მაგრამ ამ ვიდეოში იყო დათქვამი, მაგრამ ფაქტი არისო, რომ ამ ხის გემების ნაშთები არის ჩაძირული ოკეანეებში. აქ ასევე ჩაძირული არის ტიტანიკის ნარჩენი ოკეანეში. ტიტანიკის არსებობაც სისულელია, ტიტანიკი არ არსებობდა. აქ მივდივართ კიდევ ერთ მატრიცულ საკითხთან, რომ ეს ამბები რადგან გაჟღერდა ხალხში, მოხდა მატერიალიზაცია, ანუ ადამიანების აზრების როგორ თქვა, ან მეტაფიზიკურ ველიდან, ანუ ადამიანების აზრების და ფიქრების კონსოლიდაცია მოხდა, გაძლიერება და ანუ მატრიცაში სიმულაციაში დაიბეჭდა, ანუ ესე ვთქვათ, სიმულაციაში ადამიანების აზრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აზრები, ფიქრები არის მატერია სინამდვილეში, ანუ მატერიალიზდა ჩვენს რეალობაში პირდაპირ ჩაძირული გემის ნაშთები მატერიალიზდა ჩვენს რეალობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არეულად ვილაპარაკე. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს უთხრეს, რომ ეს ხის გემები დაცურავდა ისტორიულად ოკეანეებში და ზღვებში. ამიტომ ამაზე ხალხმა იფიქრა, ეს ფიქრები მატერიალიზდა და ის რაც ისტორიაში საერთოდ არ ყოფილა, არც ამერიკა აღმოუჩენიათ და არაფერი, პირდაპირ მატერიალიზდა უკვე ჩაძირული გემის ნაშთები ოკეანის ფსკერზე. ეხლა აი ამის მტკიცებულებაზე და ამის მტკიცებულება ვინ უნდა მოგიტანოს. ეს არის ერთ-ერთი დამატებით ვერსია, რაც დღეს გავარკვიე. არ გამოურიცხავ, მაგრამ კარგია რომ ეს ერთი ვერსიაც იყოს. იმიტომ რომ ხის გემების აშენება იმ პერიოდში, აი ჩვეულებრივი დებილური ისტორია, აი დებილობაა რა. აი უფრო რეალური არის მაგალითად ვიჩერის ისტორია, ხედვარი რო არის ბესტსელერი წიგნი, ვიჩერის ისტორია უფრო რეალურია, რომ რაღაცა მონსტრებს დაძდებდა და ხოცავდა, ვიდრე აი გემების აგება რა. იმიტომ რომ მან დეტალი ხის ხეზე მაინც ვიმუშავია, აი ეგერ მე მაგალითად 15 წელი ვიმუშავე ხეზე. ეხლა უნდა დავაგროვო ხელსაწყოები, კაპიტალიზმის პერიოდში ნაწარმოები ხელსაწყოები, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი სკამის აწყობა ვისწავლო. სკამი, უბრალოდ ტაბურეტკა სკამი როა აწყო და მისაყუდებელი სკამი არის ძალიან რთული თავიდან. გემებზე რას მელაპარაკებთ, ცირკულარული ხერხის არარსებობის შემთხვევაში შენ გემი როგორ უნდა აგო, საიდან უნდა მოიტანო, რკინი გზა არა გაქვს, გემთშენებლობა არა გაქვს,
რკინისგან მშენებლობა მეტალის ტრანსპორტი არ აკავს, ხის მასა რამდენი საიდან უნდა მოიტანო, შანსი არ არის ეგეთი რამე. ხო, ესეთ ნიღაბით, ხო, ეს ნიღაბი არის Call of Duty-ის პერსონაჟიდან და ვიდეოებს მაგაზე ვდებ. ქუთაისში, აჰა. წავიკითხავ კომენტარებს. Привет, Magda. არა, მე არ ვიძახი რომ ნახე ეს პროვოკაციული შეკითხვებს ნუ დამისვავთ ხახტო. ეს არის პროვოკაციული შეკითხვები. თამარ მეფე არ არსებობდა. მე ვთქვი რომ თამარ მეფე არ არსებობდა. მე ვამბობ რომ მონარქიული წყობა, ანუ ოფიციალურად როგორც არის მოსცემული, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ უარყოთ, იმიტომ რომ ისტორიას უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ დეტალიზაციაში, ნახე, აქ საკითხი აქ მდგომარეობა არის შემდეგნაირად. უნდა იაზრონდეთ მე რას ვლაპარაკობ. ისტორიკოსებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი გარკვეულ საკითხებზე, ანუ უნდა მოვთხოვოთ ისტორიკოს პასუხი. შენ ხო ხარ ისტორიკოსი, ანუ ყველაზე მაგრად ხო იცი თქვა ისტორია, აი ვიღაცა პიროვნება დავისვათ და ვკითხოთ. შენ ეს ომი როგორ აწარმოე, რა რესურსებით აწარმოე, შენ და დამპყრობელმა რა რესურსებით აწარმოა. გამიწერე ლოჯისტიკურად ეს ყველაფერი. შენ თუ ამას მე ლოჯისტიკურად ვერ გამიწერ, ანუ ხარჯთა რიცხვას თუ შენ მე ვერ გამიკეთებ, გამოდის რომ ეს ომი არ მომხდარა. ამაზეა ლაპარაკი. ეგრე ძალიან ბევრი ზღაპრები მაქვს საკითხული. უბრალოდ აქ არიან ყველა აი ამ შემოსევებს წმინდანები ახლავს და ამიტომ ჩვენ წმინდანები ჩვენ გაკერპებულები კი არა ვყავს. ნახეთ, თქვენ ბევრმა თეოლოგია არ იცით. წმინდანი ნახე რა ხდება, წმინდანი ადასტურებს ქრისტეს მოწამეობით, ადასტურებს ქრისტეს ძეღმერთის, ესე ვთქვათ, არათ უბრალოდ არსებობას, მის ესე ვთქვათ, ღმერთობას, მეფობას ამ ქვეყანას და ასე შემდგომ რა. ამიტომ შენ ამ წმინდანებს ვერ უარყოფს, მას შენ მთელი სამყაროსეული სისტემა უნდა უარყო, ხვდები? ხო და ამიტომ ჩვენ ისტორიკოსებთან გვაქვს საქმე, რომ რაღაცა იქ რაღაცა აღმოაჩინეს იქ იმაზე ურეკში და კოლხეთის დაბლობში რაღაცა, აი ბავშვობაში რო სილით თამაშობდით, ეგეთი მოზელილი რაღაცა ღუმელი, რაღაც ტალახის ღუმელი და ესე იგი ისტორიკოსი გეუბნება რომ ესე იგი მთელი საქართველოს არმიის მეტალს აიქ აწარმოებდნენ. აი მაშინ რა გვინდა ჭიათურა და ზესტაფონის ეს ფერო და რუსთავის მეტალურგიული რაღაც გვინდა ეს ამხელა ქარხნები გაგვეკეთებინა ერთი პატარა ფეჭკა, ერთი პატარა ფეჩი და მთელი მეტალი და არმატურა იქ გვეწარმოებინა. ანუ ეგეთ აბსურდს იძახიან, გესმის? და მე ატარონ ურმებით, რა გვინდა ისინი, მანქანები რა გვინდა? ურმებით ატარონ ისა. რკინა და გაანაწილონ ესე ქალაქებზე. ანუ ჩვენ გვაქვს შეკითხვები, ჩვენ შეკითხვები უნდა დავსვათ. ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები. მე არ ვამბობ რომ კომპიუტერული თამაშია. კომპიუტერული თამაშად ჩვენ კომპიუტერული თამაშად მივიჩნევთ ჩვენ სიმულაციას, მაგრამ სიმულაცია არ არის კომპიუტერული თამაში. აი კარგად არის ნაჩვენები Black Mirrors. ჩვენ უბრალოდ სიმბოლურად ვძახით ხელს კომპიუტერული თამაში, მაგრამ უფრო რთულია ვიდრე უბრალოდ კომპიუტერული თამაში. აი ხა მაგალითად PUBG-ის ახალ განახლებაში ყოველდღე ვთამაშობ. Naruto-ს ის არის რაღაცა ივენთი. ანუ როდესაც პერსონაჟი მიცურავს წყალზე, ანუ CGI ისე იხვეწება ეს გრაფიკა. ჯერ წყალი როგორ ირეკლავს, იცით? აი თითქმის შეიძლება ითქვას, რომ აი ორი ნაბიჯი აკლია რეალობასთან იმდენად ახლოა უკვე. წყალის სინათლეს ისე ირეკლავს და როდესაც ცურავს ეს NPC პერსონაჟი ავატარი შენი, უკან ხელს რო იქნებს დაამატეს წყლის შეფების ისრის უკან. იცით რამდენად რეალურ წყლის შეფებს ისრის? ეს უკვე არის აი მალე გაუტოლდება ჩვენს რეალობას. ერთი ავე 15 განახლების მერე ჩვენ რეალობისგან ვეღარ განასხვავებ. უბრალოდ ცოტა ფერადი იქნება, რა თქმა უნდა. მეტად სალამი ყველას. ეს და ერთ რამეს მიეჩვეთ. მე რაში
რომ დგახართ და მე რაღაცაში მეთანხმებით და მე არ მეთანხმებით მე ნუ მისმენთ მასე მაგ გადმოსახედიდან მე ნუ მისმენთ მე კი არ უნდა დამეთანხმოთ ან არ უნდა დამეთანხმოთ ამ ინფორმაციებიდან უნდა ამოკრიფოთ თქვენთვის საინტერესო და ის გამოიკვლიოთ თქვენს გონებაში და ის იმაში რა ქვია ლექციებში და ვიდეოებში ხო ამერიკა არამის არაფერი არ აღმოუჩენია იქ იყო საერთოდ სხვა ცივილიზაციები წინ მანამდე ეს გამორიცხულია ჯერხის გემებით იქ ჩასვლა მერე დაპყრობა ეს 100 მილიონი ინდიელი არავის არ მოუკლავს ესენი სულ გამოგონილი ისტორიებია ეხლა ხანს უყურებდი ესე იგი რომელში იყო მოგეთ წინა ცივილიზაციური ესე იგი სადღაც მე-19 საუკუნეში სადღაც მე-19 საუკუნის შეიძლება დასაწყისში რაღაცა მე-19 საუკუნეში მოკლედ მოხდა დაბომბვა დიდი აი ლოს-ანჯელესი და რაღაც ქალაქები იყო აღარ მახსოვს დიდი ქალაქების დაბომბვა მოხდა აი ხლა როგორც უკრაინა ხო იბომბება სიტყვაზე რაღაც ტერიტორიები მე ხო შევა უკვე კორპორაციები შევლენ Black Rock-ი და ესენი ვინც არიან და ააშენებენ ახალ ქალაქებს თითქოს არც ყოფილა იქ ომი ეს ფოტოები არსებობს რამდენად რეალურია თუ არარეალურია იყო დაბომბილი და მერე უცებ გაჩნდა ახალი შენობები ააშენეს რანაირად ააშენეს მატრიცულად დაპრინტერდა ანუ მატრიცამ დააპრინტერა იქ და არ ვიცით და მერე შეასახლეს ხალხი იქ მერე შევიდა იქ ხალხი ეს კავბოების პერიოდი რაღაცები არ ყოფილა სალამ მე გვიან გესალმებით ახლა ხის მასალა კვალიფიციური დურგლები კვალიფიციური გინდა ჯერ დურგლები მეორე ანუ შენ აი ახლა ვიდეოში ხო ხედავთ აი გეუბნებით აი მაგალითად აი პირდაპირ ვიტყვი აი მაგალითად აი დღეისათვის უბრალოდ აი მეტალზე რომ მუშაობდე აი ხანჯლებს რო აკეთებდე აი გინდა გახდე მჭედელი მე ვამბობ სერიოზული მჭედელი აი ვაფშე ყველაფერს ვიდეოებში რო არის რა ნებისმიერ რკინისგან რაღაცას აი იმას რკინის რაღაცა მანქანის რესორისგან ხმლებს რო აკეთებენ ვიდეოში ხო გინახავთ 1000 რაღაც აი ეგ სახელოსნო შენ რომ მოაწყო პირდაპირ გეუბნები რომ საქართველოში მაგ სახელოსნოს ვერ მოაწყობ ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ მოაწყობს იმიტომ რომ დაახლოებით 200-300 $300 ტექნიკა და ისინი გჭირდება რა ну გააჩინე ხა რა პარამეტრი შეიძლება 100,000 გეყოს შეიძლება 50,000 გეყოს შეიძლება სახელოსნოზე შეიძლება 9 მილიონი დაგეხარჯოს იმიტომ რომ ისინი აი პრეზები და ისინი რა სვერლოები რო აქ ანუ ქარხნიდან გამოიწორა უნდა სტანოკები რა მოკლედ რა ქარხნებში რაც დგას რო ხრიტავს რა რაღაც წრთობა მთელი მეტალის და მთელი ამბები ღუმელები შეიძლება 9 მილიონამდე აგივიდეს ხარჯი ანუ ეს რო პროსტა ერთ ხანჯალი გააკეთოთ იპმა მე ვამბობ ისე უბრალოდ პირობებში საკეთებენ მაგრამ მე ვამბობ ასე უბაღლეს დონეზე რა ამას გეუბნებით მე ერთი ის რო იყო მჭედელი უბრალოდ და ეს კაპიტალიზმის პერიოდში როდესაც ყველაფრის გამოწერა შეგიძლია აი ხა ისტორიაში აი რა კაი თქვათ მეტალი ქონდათ რა ჩაქუჩი გიჭირავს და ისტორიაში რა ხელსაწყოები უნდა ქონოდათ ანუ ელექტროობის გარეშე შენ ან ყველაფერს ვერ გააკეთებ ანუ შენ თუ ელექტროენერგია არ გაგაჩნია და ელექტროენერგია ანუ თანამედროვე ცივილიზაცია მიმული ამიტომ ეს წინა ცივილიზაციური ჩატურჩები არ ვიცით ჩვენ როგორი იყო სხვანაირი მადლობა ჩვენც გვიყვარხართ ისტორიკოსებს განათლება არ აქვს დაპროგრამებული არიან როგორც დაზეპრებული თემები ეხლა ანუ ნახე ეს მე მესმის რასაც ამბობ ესე ვერ ვიტყვით ესე ბოლომდე ნახე როგორ არის ეს არის უბრალოდ სხვა მოდელი ანუ ისტორია როგორც აი ნახე აზროვნებენ ისტორიკოსები ძალიან კარგად აზროვნებენ მაგრამ აზროვნებენ იმ ჩარჩოებში იმ მოდელში რა მოდელშიც ისინი ჩასვეს ანუ როგორც არის ბრტყელი დედამიწის მოდელი არის სხვა და
სფეროსებრი დედამიწის მოდელი არის სხვა. იქ საერთოდ როდესაც იწყებ ლაპარაკს, იქ ურევენ ხოლმე ერთმანეთს. ამიტომ არის საჭირო რომ რაზე საუბრობ. როდესაც პლანეტა არ არსებობს, ვაფშე არ არსებობს არანაირი პლანეტა. ანუ ამ მოდელში და შენს მოდელში პლანეტა რო არსებობს, წადი და გიადვალის კითხე დანარჩენ იმანიცის, დანარჩენ მე არ ვიცი. ხვდები, გააჩნია რა მოდელზე საუბრობ. შენ თუ გინდა ოფიციალური ისტორიის მოდელში არანაირი ესე იგი ცვლილება არ შეიტანო. ანუ გეუბნები რომ ფაქტები სხვა რამეზე მეტყოლებს, ანუ გამორიცხული ეგეთ რამე, მაგრამ აქ საინტერესოა ვინ ააშენა ვარძია, რატომ ააშენეს, რა ხდებოდა, ამ ციხესიმაგრეებს რატო აშენებდნენ? თუ მართლა ყველაფერი სიმულაციაში დაიხატა. რატო არის დაანგრეული, ვინ დაანგრია, რა ხდებოდა? ანუ რა ომები მიდიოდა, თქვა იქით, აი იმას რო უძახიან. სიბირში, რაით სიბირის ტერიტორიებზე, აზიის ტერიტორიაზე, აფრიკა რატო არის დაბომბილი? ან მთელი აფრიკა არის დაბომბილი. აი როგორ შურისმაძიებლებში რო არის, აი ეგეთი ომებით არის დაბომბილი. ამას მე გეუბნებით იმ პერიოდში, როდესაც რა ვიცი, აი ქვისხანა რო იყო, თითქოს. ამიტომ პასუხები სადნო ვეძებოდა, თუ ჩვენი სოტს უძახიან რუსულად, მაგრამ ჩვენი დედამიწის ჩვენი განყოფილების იქით თუ კიდე სხვა ცივილიზაციებია, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ზაჭით შემოდიოდნენ და აქ აწყობდნენ ომებს. და ეს იყო გადაწყვეტილი, როგორც აი ის რო იყო, რა ქვია, გლადიატორების არენა რო იყო, შეიძლება ეს ტერიტორია იყო ომების კუთხით გლადიატორების არენად. პლუს ტიტანების შერკინება, ტრანსფორმერების ომები 100%-იანი მომხდარია აქ. შქონდა ლაივ წეგან ჩართული. მეორეზე პირველი მსოფლიო ომი არ მომხდარა და მეორე მიდევს ვიდეო YouTube-ზე. მეორე მსოფლიო ომი მოხდა, მაგრამ უბრალოდ ციფრები არის გაბერილი, ეს ტანკების და რაღაცების ტექნიკის ციფრები არის გაბერილი რა. რამდენი მილიონი ცხენის ნალია საჭირო მონღოლების 300,000 ლაშქრის აქ ჩამოსასვლელად. ჯერ ერთი ნალი, მეორე ელემენტარულად აი მედიცინა გვავიწყდება ჩვენ. ელემენტარულად მაზოლი რო გაუჩნდება ადამიანს გზაში, თითი რო გაეჭრება სანამ ომში წავა, კუჭი რო აეშლება, გავიგეთ რომ ბალახეული ნამყენი იყო, მაგრამ ეს ბალახეული ნამყენი რა იყო ამისთან ამდენი? გამორიცხული არსებობს გარკვეული ტიპის თავის ტკივილები, რომელსაც ჩვენ ბალახეული ნამყენით ვერ გააჩერებ. და უამრავი რამე ემართება ადამიანს და თვითონ ჩვენთან რაც წამლები შემოდის, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბიოლოგიური პროცესების განხრით, როგორ შეიძლება მე ვსვავდე წამალს და ამ წამალმა რა იცის მე რა მტკივა? ან სრულიად აბსურდია რა, რაც არ უნდა ილაპარაკონ აბსურდია. წამალს ვსვავ და ტკივილს მიყუჩებს, რანაირად მიყუჩებს, ანუ რა სისტემა არის ეს? ანუ ეს ბიოლოგიასთან ამას ვაფშე არაფერი კავშირი არ აქვს. აი, ეფრემოვმა რა თქვა, მეთქი აი ჯიგარი ხარ, აი შეხედეთ, როდესაც შენ ჭამო, даже შენი ქვედაყბაც კი არ არსებობს, აი, როდესაც შენ თვალებიდან ხედავ დამკვირვებლის თვალიდან, აი, ლუკმა რო ხრება და პირში ჩადის, აი შენი ის ლუკმა და ქვედაყბა საერთოდ არ არსებობს და აქ პორტალში უჩინარდება ყველაფერი. სალამი ყველას თამარ სალამი. დღეს ცოტა ცხელა. რა რო შენ რო არსებობ რა გამიკეთე, აი რა გამიკეთე რო არსებობ. რითი ხარ უკეთესი იმაზე ვინც არ არსებობს. მე არ ვარსებობ, რა პრობლემაა.
კი, ტრანსფორმერების ომებიც იყო მომხდარი აქ. აი, მაგალითად, ისტორიაში თუ სიტყვაზე ჩვენ ვისაუბრეთ პირამიდების საქართველოში დასაკრავის სიაში, YouTube-ზე პირამიდების საქართველოში დასაკრავის სიაში საინტერესო რაღაცები ვისაუბრეთ. თუ გაცი და გაი, აი ეს, როდესაც წმინდა ნინო მიქადაგა ქრისტიანობა, ხო? როდესაც ეს ერთ-ერთი ვერსიაა რა. როდესაც ჩამოვიდა წმინდა ესე თქვა ჩამობრძანდა წმინდა ნინო და იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა, ოღონდ ეს ახლა ერთდღიანი პროცესი არ ყოფილა. ამას დრო დაჭირდა. იქ გაცი გაი და რაღაცა მესამე ერქვა კიდე. ეს კერპები რო იდგა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ვერსია, რომ ესენი იყო უკვე რა ქონდათ მაგათ, ხო? ისინი ენერგონები ქონდათ გამოცლილი ტრანსფორმერებს, ანუ ენერგონ გამოცლილი ტრანსფორმერები. მატრიცა, რომელიც ჩაუდო სემ უიტვიკმა ტრანსფორმერებში, როდესაც ჩაუდო ოპტიმუს პრაიმს და გააცოცხლა. აი ზუსტად როგორც ოპტიმუს პრაიმი იყო მკვდარი, ანუ გათიშული, ეს მაგათი რაღაც ტრანსფორმერული მატრიცა, ანუ სიმულაციაზე არ არის საუბარი. მატრიცა დეტალი და პლუს იქ არის ენერგონები. მოგეთ როგორც სათამაშოში რო ელემენტი ჩადო რა. ეს ენერგონები ვიღაცამ გამოაცალა, მე მგონი უბრალოდ რაღაცა იქ ვიდეოში მაქვს მოყოლილი რა. აი წმინდა ნინოსთან დაკავშირებით ერთ-ერთ ვერსიაზე. და მოგეთ აი ამას ცემდნენ თაყვანს. ან ტრანსფორმერები იყვნენ ესენი. არ არის აუცილებელი რომ ფილმში რო არის დახატული ისა რა ქვია ტრაილერის ფორმის რო არის ოპტიმუს პრაიმი, ტრაილერის ფორმის ყოფილიყო რაღაცა, ან მაგაზე არ არის საუბარი. ეს იყო მექანიკური კერპები, ანუ მექანიკური რობოტები, რომლებსაც ენერგონები ვიღაცებმა, შეიძლება მაგებმა და ვიღაცებმა, მე მგონი წმინდა ნინომაც გამოაცანა მაგათ ენერგონები, რაღაც ეგეთი მოხდა და ხალხი მიჩვეული იყო, იმიტომ რომ ესენი ამით კლიმატური იარაღს იყენებდნენ და ომებს აწარმოებდნენ, ანუ აქედან რომ დადგავდი მცხეთაში რო იდგა, სიტყვაზე მცხეთაში რო იდგა ტრანსფორმერი, აკონტროლებდა საზღვარს. ანუ ის საჭირო კი არ იყო მესაზღვრეებს ერბინათ სამ დღეში ერთხელ და ორკვირიან მორიგეობაზე. ანუ საიდან გაჩნდნენ ჩვენ არ ვიცით. აი ესენი აკონტროლებდნენ საზღვარს, ანუ ბალისტიკური რაკეტებით და კიდე უარესით კიდე რა. და ამათ ენერგონები ვიღაცამ გამოაცალა, ჩვენ არ ვიცით საერთოდ რა ხდება ჩვენ გარშემო. ესენი ან გაქვავებულ მდგომარეობაში გაშეშდნენ, ან დაეცნენ, ან დავარდნენ. და დაიწყო ხალხმა დაიწყო ბავშვების მსხვერპლად შეწირვა, ანუ ვერაფერი ვერ მოიფიქრეს რა. ბავშვების მსხვერპლად შეწირვა დაიწყეს, რომ ეს ტრანსფორმერები გაეცოცხლებინათ, ვერაცოცხლებდნენ. ხვდებით? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით უნდა იყოს მად პირამიდებში უნდა იყოს მად მცხეთის პირამიდებში ესენი ჩამალულები რა. დამარხული სადმე მანდვე რა. მაგარ რაღაცებს წერენ. ანუ რა დონის ინფორმაციას ვყვები? ნახე და არა ძმა რა შეურაცხყოფა, ამას თავისი გაჭირვება ადგია კიდევ ეგუნდაო. ხო, შენ იმას ანუ კი ტრანსფორმერებს ცემდნენ პატივს თაყვანს, ანუ ეგენი იყვნენ ტრანსფორმერები. დაახლოებით აი ეგეთი მსგავსია. ზუსტად რა ქვია იმას ორა ერქვა იმას ვიდეოში რო იყო მეგატრონი, ხო, მეგატრონი და ეხლა მასეთი ფორმა შეიძლება არ ქონდა, მაგრამ ეს იყო მექანიკური კერპები. დეტალიზაცია რა თქმა უნდა ცოტა სხვანაირი იქნებოდა, ხა ფილმში ზუსტად ისე არ იქნებოდა, მაგრამ ეს იყო მექანიკური კერპები, რომელიც მექანიკური კერპები დაერქვა, მექანიკური რობოტები, რომლებიც მე გააკერპეს რა, იმიტომ რომ მოგეთ რა ხომ მიხდით რაც ვილაპარაკე რა. არმაზის კერპი თვალებიდან ათებდაო. მერე შეგაგიმარჯოს ღმერთმა, თვალებიდან აბა რა ანათებს სხვა. რობოტს გამოიწერა იმიდან თემუდან ჩართავ ელემენტები უდევს და გაანათებს თვალებიდან. ეგ არის. რატო არის ეს ოკეანის ზღვის ისაო, რა ქვია Pacific Rim რო არის ის წყნარი ოკეანის მხეცებიოთ რა ორი ფილმი ხო არის ძალიან დიდი რობოტები ოკეანებში რო იბრძვიან. რატო გადაიღეს ეგ ფილმები? იმიტომ რომ ეგენი იყო ადრე რა. უბრალოდ ჩვენ იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაც არის, იმიტომ რომ
თუ კი ჩვენ ვიტყვით წამის ნახე თუ კი ჩვენ ვიტყვით იმას რომ ესე იგი ეს ხალხი ეგეთი სულელი იყო ჩვენი წინაპრები რომ რაღაცა გამოთალეს იქიდან ხისგან და იმას ცემდნენ თაყვანს მაშინ ეს ხალხი ყოფილა სულელი ესე გამოდის ეხა ეგ საერთოდ სხვა მდგომარეობაა მაგრამ მაგათაც ძველ ისრაელიან ერს რომ ძველ რჩეულ ერს მიდრეკილება რო ქონდა კერტთაყვანისმლობის და მოსე იმის თაბორის თუ რა იმის თაზე რა ცნებების მისაღებად რომელი თაზე ავიდა ცნებების მისაღებად ასული არ იყო ამათ კერპი ქონდათ დადგმული ის საერთოდ სხვა რამე არა ეს გაკერპების მანია ჭირდათ რა ხბო უნდა გაეკერპებინა და რაღაცა გამოეთალათ ეგ სხვა რამე იყო მაგრამ აქ ესე თვალებიდან ანათებდა ხა ბოროტძალა შეეძლო გაენათებინა თვალებიდან პრობლემა არ არის არ იქნებოდა პრობლემა მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ აშკარად იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგიებია იქ ძალიან დიდი მცხეთაში აქ იყო სერიოზული აბა რითი მოჭრა აბა რა ხდებოდა ფაქტი ხო არის რომ გიგანტური ხეები იყო გადაჭრას ეს გიგანტური ხეები აი მე თქვენ გისვავთ კითხვას რითი გადაჭრეს გიგანტური ხე ანუ რითი უნდა მოჭრა აბა ეს არ ყოფილა მაგას ვერავინ ვერ იტყვის ეს არის ფაქტი ხე რომელიც არის 10 კილომეტრის სიმაღლეს როგორ უნდა მოჭრა შენ ეს სწორ ზედაპირზე აი პირდაპირ სწორად აი რა რითი აი 100 ლარიანი დრუჟბა მაგდა ტოტებს ძლივჭრეს მაქსიმუმ იყიდო 1000 ლარიანი და უკეთესად მოჭრა ხე 10 კილომეტრის სიმაღლის ხე რითი უნდა გადაჭრა შენ რა ტექნიკით მაშინ როდესაც ოფიციალურად იქ ოფიციალურ ისტორიაში არანაირი ტექნიკა არ არსებობდა არადა ეს ხეები გადაჭრილია და პლუს გაქვავებულია და გაქვავებულია იმიტომ რომ ჯერ გადაჭრეს მე რაღაცა ატომური ბირთვული რაღაცა ომები მოხდა და გაქვავდა მაგაზე უამრავი ინფორმაცია არის აი ყველაფერს რასაც ვლაპარაკობ სულ სხვადასხვა კონტენტებია აი რა ქიმიური პროცესები მიდის როცა ქვავდება ხე აუ არ მაინტერესებს ხა ვინ რამდენი მე ვლაპარაკობ თუ გინდათ მოვუსმინეთ და ვინ სად როგორ არის არ ვიცი არ ვიცი არ მაინტერესებს ხო აი არსებობა რას ნიშნავს ეგეც საინტერესოა მაინტერესებს სანამ წახოთ რეალობას რატო გეუბნებიან ეხა ნახე მაგას ქვია პროგნოზირებადი პროგრამირება აი ესეთი ტერმინი არსებულა არ ვიცოდი აი პროგნოზირებადი პროგრამირება როდესაც ისინი გეუბნებიან მაგათაც ფილმი ბუგონია აი ფილმი წეგან ვფიქრობ ფილმი ბუგონია რატო უნდა გადაიღო ფილმი ბუგონია ესე იგი შენ პროგნოზირებადი პროგრამირებას ახდენ ან ვალდებული ხარ მატრიცაში სიმართლე დააფიქსირო ის ტიპი რომელიც გიჟი ეგონა და მაყურებელსაც შენ როდესაც უყურებ გიჟი გგონია რომ საწყალი გოგო გამოკეტა ანუ რას ნიშნავს ესე მე ვიღაცა რომ გადამიტრიალდე შარიკი ვიღაცა რომ ძევლა დავიყვანო და ისა შეიძლება აღმოჩნდეს უცხოპლანეტელი მართლა ან რეპტილოიდი ხო ანუ ეს იყო ერთგვარი შოკური თერაპია მე ხა იმას არ ვაძლევ ხახლა ძევლება დაიყვანონ ერთმანეთს იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგებთ ბროდის ტიპი დარწმუნებული იყო და გაამართლა ეს იყო ეს ფილმი ბუგონია ეს იყო მოსახლეობაზე ჩატარებული შოკური თერაპია ეს იყო ჩვეულებრივ შოკური თერაპია ეს ის კი არ არის გაოცდი რა მაგარი დამთავრება აქვს ფილმს არა ხახნო ეს არის ძლიერი პროცესები ანუ შოკური თერაპია ეს არის იმაზე მეტი შოკური თერაპია აი ამ ფილმით განახორციელეს იმაზე მეტი შოკური თერაპია ვიდრე აი ხა ტრამპი რო რაღაცა იქ ფრინავთებშებს ითვლის ეგ უკვე აღარავის აღარ აინტერესებს იმათი ფრინავთებშები ხვდებით რას მიკეთებ თქო და ნერვებს გიშლიო ეს ეს მათი ჯგუფის ფანები მლანძღავენ აბა რას ვინელებს საჭმელი პორტალში თუ მიდისო ფეკალიებთან დაკავშირებით მიდევს ვიდეო ადამიანის ფეიქ ანატომია დასაკრავსიაში აღარ TikTok-ზე. დავდე ისე რომ ცოტა ნახვა ქონოდა სპეციალურად. ფეკალიები იბადება არსაიდან. იტამ შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ გამორიცხულია ბიოლოგიური პროცესების წარმოშობის ფეკალიები.
ბიოლოგიური მცენარეების წამლით ძლიერდება ადამიანის ენერგეტიკა, როგორც არა მიწასთან კონტაქტით კი, მაგრამ აი ხა მაგალითად ნახე როგორ არის ეგ ბიოლოგიური მცენარეული წამლები არ ვიცი. აი ნახე როგორ არის პამიდორი მაქვს დარგული და ეს არის ალგორითმი, რომ მე უნდა მოვრწყა ეს. მე თუ არ მოვრწყავ რაღაცა დროშთა განმავლობაში ის გახმება. როდესაც ვრწყავ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღეროს აქვს, ანუ რანაირად უნდა იყოს, ღეროს არანაირი საშუალება არ გააჩნია, რომ წყალი აქაჩოს და აიტანოს ფოთლებამდე. ანუ ეგეთი არაფერი არ გააჩნია. ლიფტები აყენია, შიგნით თუ რა აყენია ეს უჯრედებით, ანუ ვერ აქაჩავს ღერო, პამიდურის ღერო ვერ აქაჩავს წყალს. ანუ ეს არის იმიტაცია, ანუ მორწყვა ჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა ხო ჭირდება, როგორც ფერმა და ადნაკლასნიკის ფერმა რო არის თამაში, მიდიხარ და წყალ, ისევე წყალ ამ პამიდორსაც ვაფშე განსხვავება არ არის. იქ არანაირი ბიოლოგიური პროცესი არ მიდის. იმიტომ რომ წყალი რო აქაჩოს ხე შეუძლებელია. რაზე მოვაყოლე? მაგრამ გადაჭრი წყალია. გავუთიშოთ ამათ საწავიდა. რაები არის? რაღაცებია. ვერ გავუთიშე, აჰა, პირიქით გამოვანათა. ახლა გავუთიშოთ, ხო? ვინც იგინებით ხახნო არცერთ აუდიტორიას პატივს. ხახნო, აი მაგალითად ჩარვაწერს პირადად შენ ძმაო, აი ახლა რა მინდა აგიხსნათ, ნახე? პირადად ეს საერთოდ იცოდეთ, აი შალვა რასაც წერს და ზოგადად ესეთ ტექსტები, ეს არის ეგოს ანუ ამ დროს ლაპარაკობს ეგო. პირადად შენ ძმაო გაფასებ და ძალიან აცნენილი მგონი ხარ, შეიძლება მე ვერ ვიგებ და ესეც არაა გამორიცხული. ამ დროს ლაპარაკობს ეგო, ანუ თქვენ უნდა მოისმინოთ ინფორმაცია, მე მიჯერებ, არ მიჯერებ, შენ რა გგონია, მე რა მგონია, მე რასაც ვლაპარაკობ, არაფერი არ მგონია სიმართლე, მაგრამ ფაქტები მეტყოლებს იმას, რომ ეს ესეა. რაღაცა ვერსიებია, რაღაცა ან იქნება, მაგრამ რასაც ვამბობ, ვიცი რომ ეს ლოგიკურად ესეა. ამიტომ მე მეგონა, შენ გეგონა, ესენი დაივიწყეთ ხახნო, მე მგონია, შენ გგონია, მე ესე ვფიქრობ, კარგი ბიჭი ხარ, მოწეული ხარ, რაღაც აი ეს ფიქრები, ეს არის ზოგადად პროგრამა, აი ტვინში შემოსული პროგრამები, ანუ ეს არის ინფორმაციული ნაგავი, რომელიც ტელევიზიიდან შემოდის ჩვენს გონებაში და ამას როდესაც ლაპარაკობს ადამიანი, ეს არის უქმადმეტყველება. უქმადმეტყველება არის საერთოდ ცოდვა. რატო არის უქმადმეტყველება ცოდვა? უქმადმეტყველება იმას კი არ ნიშნავს, რომ რაც უფრო ბევრს ლაპარაკი, მით უფრო მეტი ცოდვა, არა. როდესაც აი მაგალითად პოლიტიკოსები რო გამოდიან, ხოლმე აი მაგალითად ინტერვიუს რო აძლევენ პოლიტიკოსები, ესე პოლიტიკოსები არიან პროფესიონალი, აი ამ ლაპარაკში არიან პროფესიონალები, რომ უქმადმეტყველებაში არიან პროფესიონალები. ანუ პოლიტიკოსის საქმე არის რა, ერთ-ერთი იმის რა ქვია, ამერიკის პრეზიდენტის გამონათქვამია, რომ პოლიტიკოსი არისო პიროვნებაო, რომელიც გპირდებაო, რომ აგიშენებს ხიდს იქო, ხიდს აგიშენებს იქ, სადაც მდინარეც კი არ გადისო. ანუ აი ეს ლაპარაკი რომ ის გპირდება, რომ ხიდს აგიშენებს იქ, სადაც მდინარე არ გადის და ამაზე ლაპარაკობს 5 წუთი, ეს არ შეიცავს ეს მეტყველება არ შეიცავს ინფორმაციას. ამიტომ როდესაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ რა, რომ კი ახლა რაღაცა შორისდებულები, კომპლიმენტები, რაღაცას ადამიანებს ერთმანეთს უნდა უთხრათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ შინაარსობრივი ლაპარაკი. როდესაც შენ რაღაცას ლაპარაკობ ადამიანი, ეს უნდა შეიცავდეს შინაარსს. ანუ იმიტომ რომ ამაზე ადამიანს ცხოვრება, ადამიანს აქ ჩვენ როგორ გონია, იცი რომ თუ ვიღაცა სტრელკაზე არ დამიბარებს და არ გამლახავს, მაშინ შემიძლია რაც მინდა ის ვილაპარაკო, ენას ძვალი არ აქვს. ეს ესე არ არის. ყველაზე მწარე დამსჯელი არის ცხოვრება. აი მე გეუბნებით, ეხლა მე უბრალოდ არ შემიძლია მოგიყვეთ დეტალებში. მე ვაკონტროლებით გონებით ჩემს გარშემო ყველაფერს. აი ყოველ დღე ისეთ რაღაცები ხდება 100%, ზოგადად ჩემებიც გავაგიჟე, ისეთ რაღაცები ხდება, აი მიხვდენ უკვე. გონებით კონტროლდება ეს ყველაფერი და ვინც ამას გონებით აკონტროლებს, იმისი გაკონტროლებული ალგორითმები, რომ შენ მოგაკითხავს ცხოვრებაში